It was unbelievable. The team, very good game. კონკრეტული დღე შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ ის ემოცია მომყვება დღემდე, რაც იყო მისი დამოკიდებულება. იდეალური პიროვნება, უკონფლიქტო პიროვნება, იუმორით სავსე, არ ვიცი, ხა აქ არიან მწვრთნელები, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი ხნით მოუწიათ მასთან მუშაობა ვიდრე მე, მაგრამ აქ ხედავთ ყოველდღიურობას, ხო, აი დილიდან კვარა 100%-ით არ დახარჯული იყო მოედანზე. გარდა იმ საფეხბურთო ნიჭისა, ბუნებრივი ნიჭისა, რაც უხვად გააჩნია მას და ვხედავთ დღესაც ამ ყველაფერს, ეს იყო მისი უნარი გაეღო მაქსიმუმი ყველა ვარჯიშზე. მე გადაარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის შედეგები, რასაც ვხედავთ, დიდწილად სწორედ აქედან მომდინარეობს. მე მახსოვს ეს ფოტოშუტი რო გავაკეთეთ, ეს იყო 14-15 სეზონი. ხვიჩა ალბათ 13-14 წლის იქნება. მარტო ხვიჩა არა, ჩაკვეტაძეს, მამარდაშვილიც, მექვაბიშვილი, მოისტრაფიშვილი, მოკლედ ეს გუნდები მე ერთ-ორ წელიწადში უკვე დარასელიას თასზეც მონაწილეობდნენ და კონკურენტუნარიანი ტურნირია, რადგან ბევრი უსხოური გუნდი ჩამოდის. დიდი სახელის გუნდები ჩამოდიან, როტერდამის ფეენორდი, ყოფილა ინტერი, ყოფილა ალკმარი, მოკლედ ესე რო არ მივყვეთ. ხვიჩამას მთლიანად დინამომაც თან მახსოვს ერთი დეტალი, რომ იმდენად ბევრი იყო, ასე ვთქვათ, აი სერიოზული გუნდი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ამ დარასელიას ტურნირზე ეს არის ოთახები, სადაც ცხოვრობენ ჩვენი ბავშვები, ესე იგი, მაინც თბილისელ ბავშვებისთვის არ არის გავთვლილი, მაგრამ გამონაკლისის სახით მინდა ვთქვა, რომ სამ ფეხბურთელს აქვს აქ ნაცხოვრები წლების განმავლობაში, ეს არის ხვიჩა კვარაცხელია, ეს არის ჩაკვეტაძე და მამარდაშვილი. ეს თავის ნიჭიდან გამომდინარე და გვინდოდა, რომ რაღაც უფრო მეტი აქ ინდივიდუალური ვარჯიშები ქონოდა და ასე შემდეგ. და სკოლაშიც, რა თქმა უნდა, უფრო გაუადვილდებოდა სიარული. და ეს არის ის ოთახი, აქ არის ესე იგი რამოდენიმე სართული ბავშვებისთვის, 80 კაცზეა, თუ არ ვცდები 80 ბავშვზე. საერთოდ სპეციფიკა თვითონ სელექციის და ამორჩევის არის ისეთი რამე, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, როცა ბავშვს დაინახავ ნიჭიერს, მომავალი ქონდათ, რა თქმა უნდა და ძალიან ბედნიერები ვართ, ხა კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ხელა რამეს მიაღწია. ხო და რა ვიცი, კიდევ ველოდებით, რა თქმა უნდა, ბადრის მამამის ვიცნობდი, იმიტომ რომ ფეხბურთელი იყო, მე უკვე მთელი ოჯახი გავიცანი, თვითონ ბადრი მე გარკვეული დროით აზერბაიჯანში წავიდა სამუშაოდ, სათამაშოდ, როგორც მახსოვს და უფრო დედას დაყავდათ, ისე ორივეს დაყავდათ ხოლმე ერთად და ამინდის მიუხედავად სულ დაყვებოდა დედა, არაჩვეულებრივი ოჯახია, სპორტული ხაზით და ფეხბურთით და ვფიქრობდი მაშინაც და ეხლაც რომ ვიხსენებ, მისთვის ფეხბურთი პირველ ადგილზე იდგა. ეხლა რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბავშვს მასაც ჰქონდა, პროფესიონალიც არის და მოკლედ დღეისდღეობით მე მგონი რაც კვარამ გააკეთა, იგივე რომ საქართველოს გაეცნოთ, ვიტყოდი კიდე ცოტა ეგოისტურად, რომ რა თქმა უნდა ჩვენი დინამოს აკადემიისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს არის აუწონავი სიმდიდრე ჩვენთვის და ვაჟკაცობა, ჭკუა და ასე შემდეგ რაც ფეხბურთში ჟდება და რაც სპორტსმენს ჟდება მიზანდასახულობა და მე მინდა რომ ეს ყველასთვის მაგალითი იყოს და Ხვიჩა კვარაცხელია est un cas particulier, oui. En 2022, Ხვიჩა est arrivé à Naples dans la vie où jouait le plus grand Diego Maradona, dans la vie qui n'a pas vu le Scudetto depuis 33 ans. Ხვიჩა a contribué à ce miracle del troisième Scudetto de Napoli. C'era molta curiosità perché arrivava questo calciatore georgiano, lo conoscevamo davvero in pochi,
Però gli addetti ai lavori ci raccontavano di un calciatore fantastico, pagato tra l'altro 10 milioni. Ebbi modo di chiedere all'allora direttore sportivo del Napoli Giuntoli di che calciatore si trattasse. Lui mi disse: sarà un calciatore che farà innamorare i napoletani. E quindi da quel momento cominciavamo ad avere grande curiosità. Già nel ritiro precampionato del Napoli indubbiamente si vedeva che il calciatore aveva una classe infinita. Poi alla seconda giornata dipinse calcio, fece un gol in Napoli-Monza allo stadio Maradona che fece letteralmente impazzire i tifosi. Da favola, insomma, capimmo che eravamo dinanzi a un giocatore di grandissimo livello. Assolutamente ha lasciato il segno, fa parte della storia del Napoli, comunque ci ha portato alla vittoria di un titolo insieme a altri campioni. Avete ancora delle statuine di Kvara? Certamente, caspita, anzi, nel rispetto della tradizione napoletana le abbiamo adeguate e ci hanno fatto magliette del Paris Saint-Germain. Sfruttiamo anche l'occasione. Fammela vedere, Marco. Eccola qua, vedi? Kvaratskhelia con tanto di maglietta del Paris Saint-Germain, tanto di nome e vari sponsor. Se a lui va tutta la mia riconoscenza. Il primo anno è stato un fenomeno, abbiamo stravinto uno scudetto con gli altri due tenori, per me sono state Kimi e Osimhen, quindi che mi faccio sempre. Non solo, è stato Canatan, ci ha deliziato con le sue giocate, ma nel mio animo io sapevo che sarebbe andato via. Mi fa piacere che è andato a Parigi, guadagnerà molto di più, ma è anche giusto che sia così perché veramente è un fenomeno. Penso che è stato un giocatore importante qua a Napoli, ha dato il suo contributo, ci ha portato al terzo scudetto ed è stato molto affascinante la sua storia qui. Quindi vi sentite traditi voi napoletani? No, traditi no, anche perché lui comunque ci ha regalato un'emozione dopo 33 anni della vittoria di uno scudetto, perché come ho detto prima è stato uno dei maggiori protagonisti, però comunque siamo rimasti un po' male del suo addio, anche se come dicevo prima era un po' scontato il fatto che lui andasse via. È stato un grande giocatore del Napoli, assolutamente sì. ძალიან ბევრს მოუტანს, ყველა კლუბს სადაც ის ითამაშებს, თავისი ხასიათი, თავისი ნიჭით და ისეთი არაორდინალური ფეხბურთელია, რომ რაღაც არ შემილია, რომ რაღაცა ფორმულით მიუდგე მას რა. ყვარა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მთელი საქართველო მიაჯაჭოს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ძალიან კარგად ვიცი რაცაა მისი ოცნება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მივა იმ ეტაპამდე ყვარა. წარმატებები ყვარა და გულშემატკივრული. Je vais souhaiter à Quara de gagner les Champions League et Ballon d'Or.